მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია, გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გიპასუხებთ და რომელიც გახლავთ წყნეთ ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მოგესალმებით მამა ლევან. მშვიდობიან საღამოს განაგრძნობთ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას. საქართველოს წუხარებას ვიზიარებ 59 წლიანი მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მთელ საქართველოს წუხარებას ვიზიარებ, ღმერთმა გაგვაძლიეროს, მადლი მოგწეს და გქონდეს იმედი და გვახსოვდეს, რომ ქრისტეა ეკლესიის წარმმართველი, მესაჯე და ნებისმიერ ქართეხილებზე ქრისტე გაგვიყვანს და ქრისტე გვიშვილის. კეთილი მაყურებელი გვყავს ეთერში, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დამლოცეთ მამაოებო. ტელეფონში ხშირად უყურებ ხოლმე საეკლესიო გადაცემებს, სულ მაგაზე ვარ ჩართული და ზოგჯერ გამოდიან ლოცვას ამბობენ ნებისმიერი ადამიანები და ბოლოში გვეუბნებიან, რომ თუ ღმერთი გიყვარს, მაშინ დაწერე ამინ, თუ ღმერთი გწამს, მაშინ დაწერე ამინ და აი რა გავაკეთო ამ დროს ამინ უნდა დაუწერო თუ არა, აი ძალიან თვალს გამარტვეს, მადლობა დიდი. სოციალურ ქსელებში უამრავი უმეცარი ან პირიქით დემაგოგი ადამიანები გამოდიან, ხშირად არის ცნობილი, როდესაც სხვადასხვა გვერდები მაგალითად ასეთ დასახელებით საპატრიარქოს მცველები ან რაღაცა მართლმადიდებლობა, რაღაცა ესეთი სახელებით, რომლებიც სრულ დემაგოგიას ავრცელებენ და ამიტომ ამაზე რეაგირება არ უნდა გქონდეს. ამ გვერდების ერთ დადებიც შევნიშნავ. ეს შეგვახსენებს, გვაფხიზლებს, რომ ქრისტიანი საზოგადოება ხშირად უმეცარია საკუთარ სარწმუნოებაში და ისინი ამითი ბოროტად სარგებლობენ და მრევლის იმ ნაწილს, რომელსაც არ სურს, რომ შემეცნებით და თუფალი მიიღოს, მათ გრძნობებს დასცინიან. ამიტომ ეს ერთგვარი წამალი, მწარე წამალი, გარედან მოქნეული მატრახი ჩვენ სასიკეთოდ გამოიყენოთ, კეთილი ვინებოთ, ჩვენი სარწმუნება შევიმეცნოთ. შესაბამისად ასეთ კითხვების დასმის საჭიროებაც აღარ გაჩნდება და თითოეულ ჩვენგანს სწორი რეაგირება ექნება. შეისწავლეთ წმინდა წერილი, შეისწავლეთ ქრისტიანობის ეკლესია, ქრისტიანული სწავლება. კეთილი. და უნდა გაიაზროს ადამიანმა სანამ რაღაცას დაწერს, ჯერ უნდა მიხვდეს რაზე წერს ამინს, ან ასე შემდგომ და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ მსგავს საკითხებთან. მაყურებელია, ისევ გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. მოგესალმებით, მშვიდობა. მშვიდობა მოგწოთ ღმერთმა. ხარ. ორი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. რამდენიმე წლის წინ მე სიზმრა წმინდანი, რომელსაც ვკითხე მომავალზე რაღაც შეკითხვები და ყველაფერი სწორად მიპასუხა. მე მაინტერესებს, როდესაც ჩემნაირ რიგით ადამიანს ესიზმრება წმინდანი, ეს უფლისგან იყო თუ ბოროტისგან. ეს ერთი შეკითხვა და მეორე, ბაბუა ცხოვრობდა კომუნისტების პერიოდში, გარდაიცვალა მოუნათლავი და მე მაინტერესებს ყველა მოუნათლავი ადამიანი ჯოჯოხეთში ხდება და მე რა შემიძლია გავაკეთო ბაბუას სულისთვის. მადლობა. მადლობა. პირველი რაც აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, საღვთო უწყებას არ ნიშნავს, რომ ვინმე ადამიანი ცოდვილია თუ მართალი. ღმერთი სადაც საჭირო ჩulis და განსაზღვრავს, ამ განცხადება უწყებას იქავნეს, ეს არავინ არ იცის. იყო ასეთი ღვთისმორწმუნეთა ისრაელიანთა მტერი ვალაამი მოგვი, რომელსაც უნდა დაეწყვილა ისრაელიერი, მაგრამ რამდენი პირს გააღებდა, იმდენი აკურთხებდა. ან უფალი ნებისმიერ ადამიანთან თავის უწყებას თუ საჭიროდ ჩათვლეს აუწყებს. ეხლა მაგაში მეორე საკითხია, რომ ჩვენ რამდენად ვიცით ეხლა
რომ ის სიტყვაზე წმინდა გიორგი იყო, წმინდა ნიკოლოზი იყო, ღვთისმშობელი იყო, ესე ჩვენ თვითონ განსაზღვროთ. ეს რთულია. შეიძლება დიჩეცნობაში შევიდეთ. ასევე, როდესაც ის გვაუწყებს წინასწარ რაღაცას, ხო, ეს არ ნიშნავს, რომ ის მაინც ღვთისგან არის. გარკვეული უწყების მოწოდება კაცობრიობის მტერსაც შეუძლია. ამიტომ ხიზლად უნდა ვიყოთ, თავშეკავებით ვიყოთ და არა მომავლის გამოცნობაზე ვიფიქროთ, არამედ ქრისტეს ცხოვრების გზა დავიტვირთოთ. რაც შეეხება მოუნათლავზე. ქრისტე თვითონ ამბობს, ვინც ვერ იშვება სულით და წყლით, სათასასწრაფოში ვერ შევა. ქრისტე ამად მოვიდა, რომ მოეტანა და მასთან თანადაფლით თქვენ თანააღდგომის მოზიარეობის საშუალება გვაქვს. ასე რომ ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ, დანარჩენი ღვთის მოქმედება არის, აქ ისიც არის გასარკვევი, რატომ არ მიიღო თუ ვერ მიიღო მან ნათლობა, საკმაოდ ისეთი ერთგვაროვანი პასუხი არ გაიცემა, თუ ვერ მიიღო, ნუ აქ კიდე ღვთის მიდგომა ცოტა სხვაგვარი არის, მაგრამ როცა ასა ადამიანს ზრდასრულდა ვრცელ ასაკს გაივლის, მას არჩევანი და ამის განშა შეფასების უნარი ბევრჯერ მისცემია და პასუხისგებლობა ეკისრება და თუ არ მიიღო და თავიდანვე უარყოფილი იყო, ამაზე უკვე განმარტებაც საჭირო აღარ არის. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ საღამომშვიდობისა. ზოგადად შეკითხვა არის და მაგრამ მაწუხებს და ახლა მე მგონი მთელი ქართული მოსახლეობა შეწუხებული აქვს თურქული სერიალებით. ხო და არის როგორ გაითვალისწინებს საპატრიარქოს ტელევიზია თავის ბაძეს როგორ შეავსებს, მაგრამ უამრავი ქრისტიანული ფილმი არსებობს და ხომ შეიძლება რომ თქვენი საპატრიარქოს სატელევიზიო ბადე შეივსოს ამ ქრისტიანული ფილმებით, თორე მართლა დავიტანჯეთ ამ თურქული სერიალებით და ჩემო კარგო. შეიძლება ჩვენთვის რომ უყუროთ და რაღაცნაირად ჭუაც ვისწავლოთ. კი ბატონო, უბრალოდ თამარხზე არ გადის თურქული სერიალი და ძალიან ბევრი ქართული ფილმი გადის, ქართული უმრავლესი. ასევე მარტივი პასუხი. ვერავინ ვერ დაგვაძალებს რაიმე გადაცემის სერიალის თუ ფილმის ყურებას, ასეთი კუთხით რომ მივუდგეთ. უამრავი რამ არსებობს, მე პირადად გეტყვით, რომ გარკვეული მიზეზების გამო, არა იმიტომ რომ ტელევიზია ცოდვა არის, არამედ უბრალოდ ჩვენთვის ჩვენ ოჯახში შემაწუხებელი აღმოჩნდა და გავაჩუქეთ ტელევიზიორი 10 წელზე მეტია ამოვიღეთ მდგომარეობიდან და ასე რომ ჩემთან რომ მოსულიყო თქვათ სტუმარი რომ ცეთხოვა ისიც კი ვერ შეძლებდა ასე თქვათ ასეთი სახის სურვილი და ეკმაყოფილებინა ჩვენზე არჩევანი დამოკიდებული ხო რას ვუყურებთ და რას არა თორე სოციალური ქსელით იმდენი რამე შემოთავაზება ხდება რა ვქნათ ახლა ყველა სიბინძურეს და ყველა აგრესიას უყუროთ ჩვენ უნდა განსაზღვროთ როდის სად რას უნდა ვუყუროთ და არ ვუყუროთ მტერი ყოველთვის ეცდება გარკვეული სახის პროპაგანდა შემოიტანოს შინაური მტერიც თავისთავად გარე მტერის მოთანამშრომლე გახდება აი რამდენად შეძლებენ ამის გასაღებას ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული თანამედროვე ტელევიზიას თან შეუძლია გააკონტროლოს მაყურებელი ამა თუ იმ დროს ყავს თუ არ ყავს და თუ კი მოსახლეობა გადაწყვეტავს რომ ასეთ რამეს არ უყურებს ისინი ამ ვითარებას ცნობას დააფიქსირებენ და შესაბამისად მისი გაშვება მათთვის უსარგებლო იქნება თქვენზეა ისევ ყველაფერი დამოკიდებული კეთილი მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში ხართ ალო დაბლოცეთ მამაო შეკითხვა მაქვს მე და ჩემი ვერ მოვასწარი ჯვრის დაწერა. გარდამეცვალა მეუღლე და რაიმე ხომ არ არის აი ვერ ვსვამობ რომ ჯვარ დაუწერელები რო ვარ. რაიმე ცოდვაში ხარ გვეცლება. გასაგებია, მადლობა კითხვისთვის.
თქვენი ასაკიდან გამომდინარე გასაგებია ხანდაზმული ბრძანდებით და ვითარებაში არ იყო შემოთავაზება და ერთგვარი წესიც კი ნაკლებად ყოველ შემთხვევაში ძალიან ნაკლებად შემდგომ წლებში ეს იყო და თქვენ ამისი შესაძლებლობა გქონდათ მაგრამ ალბათ რაღაც გარემოებებმა ხელი არ შეგიწყოთ ამისთვის ერთი რამ დავიმახსოვროთ მაინც რომ ადამიანები აი დღეს ხშირად მოდიან ხოლმე და ზოგჯერ გაყრის სურვალები ცოლ-ქმარნი რომლებიც წლები ცხოვრობდნენ და ამბობენ ჯვარი არ ქონა დაწერილი და პრეტენზია აქვთ უკვე თითქოს თავი ქუჩში უჭირავთ განაღდებული აქვთ რომ თითქოს ადვილად გადადგავენ ამ ნაბიჯს მერწმუნეთ როდესაც ადამიანები ერთმანეთის სიყვარულით ოჯახს ქმნიან მათ შვილები ყავთ და რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა თავისთავად კანონიერი იყო ის მათ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ. ჩვენ ქორწინებით საღვთო კურთხევას ვღებულობთ და საღვთო მადლი იდება საფუძველში, რომელზე დამტკიცებულ ადამიანებსაც გაცილებით მეტი ძალისხმევა და უნარი აქვთ თავის მეუღლებრივი ესეთი ერთგვარი ჭირნახულის თუ სიყვარულით სავსე ცხოვრება მადლითად გაიტანონ, სხვა მხრივ, როდესაც ეს არ აქვთ ადამიანებს ის მათ პასუხისმგებლობა ღვთისმშობლობაში მაინც რჩებათ და იმ ახალგაზრდებს თუ გარკვეულ თაობას რომელსაც ასეთ დროს თავისუფლებას აძლევენ აი ჯვარი არ დაგვიწერია და გავეყარეთ მაგრამ კანონიერი იყო მათი ქორწინება მათ ღვთისმშობლობაში პასუხისმგებლობა აქვთ თქვენც ღვთისმშობლობაში ცოლ-ქმრად ითვლებით უბრალოდ თქვენ საფუძველში საღვთო მადლი არ გაქვთ ჩადებული თქვენ გააგრძელეთ გულწრფელად ლოცვა თქვენი მეუღლისთვის იზრუნეთ სულიერი ერთობა არ წაიშლება ქრისტე ამბობს ცათასასწრაფოში არც ქორწინდებიან მაგრამ აქვე აგრძელებს არც განქორწინდებიან შინაგანი სულიერი ერთობა არ ხდება ილოცეთ მისთვის როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდეო უფალში მიუტე უფალსა ზრუნვა შენი მან გამოგზარდო შენ როდესაც უამრავი საფიქრალ საზრუნავი მოდის ხო ეს შეიძლება ობიექტური გარემოება იყოს შეიძლება უბრალოდ ჩვენგან მეტისმეტად უადგილოდ გამახვილებული ყურადღება ამიტომ საღვთო რჩევები გავითვალისწინოთ და როდესაც სიძნელეს ვაწყდებით საღვთო თანადგომა გამოვითხოვოთ და საღვთო თანადგომა და ჩვენი ღვთისგამოთითებული მოთმინება გვაძლევს სიმშვიდეს. დაივანეთ უფალში და სიმშვიდე იქნებათ. კეთილი, მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. დასვით კითხვა. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. საღამო მშვიდობისა. გაიხარეთ. მშვიდობა მოგცეთ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. გამლოს ერთ უფალისა მამაო. ვირთვასიგეთე მოგცეთ. ტელევიზორს დაუწიეთ, ჩემო კარგო, თქვენი ხმა მეორდება და იმიტომ აგვიანებთ საუბარს. ტელევიზორ დაუწიო? დიახ. ეხლავე. ხო. თანაგიბრძო, მამაო. დიდი მადლობა. თქვენც. მაინტერესებს ერთი საკითხი. წმინდანად შერაცხული სასულიერო პირი. მამა გაბრიელი ამოაბრძანეს საფლავიდან და აი ეს როგორ ხდება? ზოგი ამოყავთ, ზოგი არა. აი ეს საკითხი მაინტერესებს, როგორ ხდება ეს? ეს ინდივიდუალურად არის საეკლესიო ტრადიცია, ცალკეული ტრადიციებით ეს ხდება, ზოგ ქვეყანაში არ ხდება, დაკრძალვის მეთოდიც კი მართლმადებლურ სამყაროში სხვადასხვაგვარი წესით არის, ხა სამონასტრო წესებში იყო საძვალენი, რომელსაც არათუ ათონზე, ქართულ სინამდვილეშიც კი ასე იყო, მიწის ნაკლებობის გამო ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ეს იყო. და ამოაბრძანებდნენ მას გარკვეული ასაკის შემდეგ და საძვალეში შეინახავდნენ. თუ კი იცოდნენ მისი ღვაწლი, რომელიც გაბრწყინდებოდა ღვთისგან განცხადდებოდა, მას ცალკე დაასვენებდნენ,
როგორც პატივის მისაგებად, როგორც წმინდა თაყვანისცემა. ხაზი გავყოთ, თაყვანისცემა ღვთისა და თაყვანისცემა წმინდისა არსებიდან განსხვავდება. ქართულში უბრალოდ ერთი სიტყვით გამოიხატება და ასე რიგად ხდება. ეს სხვადასხვა ტრადიციით არის გამოწვეული და ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზ გარემოება განაპირობებს ამას. ერთ-ერთი რაც თავარია, საღვთო უწყება. მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. მოგესალმებით. საღამოშიდო. მადლობა დიდი საინტერესო გადაცემისთვის. ესეთი კითხვა მაქვს, მიცვალებული თავთან რა უნდა დავუდგათ და რას რა მნიშვნელობა აქვს, რას უნდა დავუდგათ? მადლობა. მიცვალებულთან, როდესაც აიმეს გამოხატავთ, ერთი არის მისდამი სულიერი ზრუნვის ნიშანი და მეორე ჩვენში სასწაულების გასაღვიძებლად. როდესაც თქვა სანთელი გვინახავს, ეს არის პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ ვლოცულობთ და არა რომ მატერიალური ნათელით გავუნათებთ მიცვალებულს გარემოს, არამედ ჩვენ ვლოცულობთ და განათების წყაროთ, რა თქმა უნდა, ძველად სანთელი და კანდელი იყო და მას ლოცვისთვის იყენებდნენ. თავისთავად, როდესაც ადამიანი გულისხმიერად ლოცულობს, მადლით ნათელის მიფენა ხდება შემდგომ. საკმეველიც ასევე მადლის გამოხატველია და ლოცვის თანმხლები არის და არა უბრალოდ რაიმე და სხვა ფაქტორი. ხატი, რომელიც ისევ და ისევ ლოცვისთვის დანიშნულებით არის, რომ ჩვენი ყურადღება ღვთისადმი სასწაუებაზე რომ გადავიდეს და არის ხოლმე ესეთი ხორბალი, რომელიც აღდგომის სახეა, ხო? ხორბალი დავიფლებით, აღდგებით ჯეჯილად, ასმაგის სიცოცხლით და ასეთი სიმბოლო არის. დანარჩენი ეს უბრალოდ ხა ყვავილების გამოხატვა თუ სხვადასხვა რა. ეს ერთგვარი პატივისმიგების სიყვარულის ნიშანი არის. როდესაც მე მამა გარდამეცვალა, მამას ჰქონდა ესეთი ტრადიცია, რომ რაღაც გარკვეული კამფეტებს ურიგებდა ხოლმე თავის შვილიშვილებს და ჩემმა ერთმა შვილმა ადგა და მას ის ზუსტად ის კამფეტი მოუტანა, პატივი მიაგო. ეს უბრალოდ სიყვარულის ჟესტი იყო, სხვა დანარჩენი ამ უადგილოა. აქვე შევნიშნოთ, ხშირად არის ხოლმე რომ ეს უყვარდა, ის უყვარდა, ეს მიუღებელია განსაკუთრებით, როდესაც თამბაქო ან რაიმე სხვა კიდე დაუშვებელი რამ მიცვალებულთან მიაქვთ ხოლმე ზოგჯერ რაღაც დაკრძალულ მიცვალებულზე ანთებულ სიგარეტს დაარჭობენ და გაითვალისწინეთ რომ მიცვალებული სანამ გარდაიცვლებოდა მას სულიერად აღქმის გარემოება არ ჰქონდა და არ იცოდა რას აშავებდა და როდესაც ის გამამხარეს არის უკვე და ხედავს თავის ნამოქმედარის არასწორი ნაბიჯების შედეგს ის მისთვის კიდევ უფრო მეტად დამამძიმებელი და შემაძრწუნებელია, როდესაც მსგავს საქციელს პატივისცემის ნიშნად მისი ახლობლები აღასრულებენ. ასეთი მოქმედება დაუშვებელია, მხოლოდ და მხოლოდ ლოცვა და მის სახელზე გაკეთებული სიკეთე. კეთილი, მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ. მამა, ჩემმა ბაბუამ კომუნისტების დროს 36 წელსში დაანგრია ეკლესია. მერე ის დაიჭირეს და დაიხვრიტა და ჩვენზე ოჯახზე რაიმე ხომ არ გადმოდის წოდვა და მიცვალებულების მოხსენებაში თუ მაგუფლება თუ მონათლული იყო და აშკარად უარყოფელი არ იყო, თუმცა აზრის დაანგრევა ამას გამოხატავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მან თავის სიცოცხლეში მოინანია თუ არ მოინანია. ჩვენ მაინც შევთხოვთ ღმერთს ლოცვას, ლოცვით მის სულის მიტევებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სულის ღმერთში რა ხდებოდა არავინ არ იცის. რაც შეეხება ღმერთი პასუხს არ მოგთხოვს, მაგრამ ჩვენგან ელოდება საპირისპირო ნაბიჯს. პირადად აგერ ჩემ შემთხვევას გეტყვით, ჩემი წარმოშობის სოფელში არსებულ ტაძარში გადააკეთა პაპაჩემმა ერთი პერიოდი მამაჩემაც არ იცოდა და შემდგომ სკოლის სხვა გარდა მე სხვა დანიშნულება მიეცა და მამაჩემი კინოფილმებს უშვებდა, თუმცა შემდგომ მამაჩემი ბოლო წლებში რითაც შეეძლო იმ ტაძარს შეეწეოდა და პაპის შვილიშვილი დღეს მღვდელია, რომელიც იმ ტაძარს შეეწევა. ადექით და თუ ის ტაძარი განახლებადია, დაეხმარეთ იმ ტაძარს თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში
თანხის ოდენობით არ განისაზღვრება, არამედ თქვენი გულის შესაძლებლობით და მონდომებით განისაზღვრება, მონდომების მაქსიმალურობით განისაზღვრება თქვენი მსხვერპლი თქვენი შესაწირი ღვთის წინაშე და მოიმოქმედეთ ნებისმიერი რამ. თქვენმა ოჯახმა, შვილებმა, შვილიშვილებმა შრომითი შესაწირი, რაღაცა სახით ნებისმიერი რამ შეიძლება მოიაზროთ, რომ აშენება თუ ასაშენებელ ტაძარს, ან თუნდაც სხვა ტაძარს რაიმე მიუძღვნათ და ყველაზე დიდი ძღვენი, ყველაზე უმთავრესი. ეხლა ტაძრის დანგრევა რამ გამოიწვია? ცნობიერად ღვთისგან დაშორებამ, ხო? ამიტომ თქვენ თელმა ოჯახმა ცნობიერად თავი მიუძღვენით ღმერთს, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურმა ქრისტიანმა პირადი გზა ქრისტესკენ გაიარეთ. ეს ყველა ქრისტიანის გასავლელია და ამ შემთხვევაში თქვენ მით უმეტეს გმართებთ. თუ კი როგორც ქრისტიანი ცნობიერად ღმერთს დაუკავშირდებით, ამაზე მეტ ძღვენს თქვენ უფალს ვერ მიართვებთ. კეთილი კვლავ მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ? დიახ, გისმენთ. დაგულა ქრისტეში ხარით. დაგულოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. შეკითხვა მაქვს, რომ ტელეფონში მაქვს ის ლოცვანი გადმოწერილი და იქ ბიბლიას კითხულობ ხოლმე იქ და ერთი ანუ ზედიზედ 2-3 თავი სულ შეიძლება ანუ შესვენება მაქვს ხოლმე სამსახური და 1 საათი და იქ დროში ვკითხულობ ხოლმე და თუ შეიძლება რომ 2-3 თავი ერთად წავიკითხოთ, რომ მხოლოდ ერთი თავია დასაშვები. იცით როგორ არის? წმინდა წერილს, როდესაც ვკითხულობ ჩვენ რაღაცა კანონის დონეზე არ უნდა მიუდგეთ, რომ აი მოძღვარმა და გვავალა და ზოგჯერ თავსაფრებს დაიფარებენ, ხატების კუთხესთან დადგებიან, სამთელ საკმაოდ. რა თქმა უნდა, ასე შეიძლება, მაგრამ ანუ ფორმალიზმის სახეს აძლევენ ხოლმე ადამიანები და ის ერთი გვერდია თუ ერთი თავია, წაკითხვა რას ემსახურება, არა წაკითხვას. წაკითხვისთვის კი არა, მაგრამ შემეცნებისთვის, ხო? საღვთო უწყება რო იყოს ჩვენთვის გასაგები და თუ ეს ადამიანისთვის მოსახერხებელია, რომელთაც ფიქს და განშას და აღქმას, მიღებას, გააზრებას დაეხმარება, თუნდაც სავარძელში ჩაჯდეს და ადამიანმა იკითხოს და ის შეიძლება ერთმა ხაზმა, ერთმა აბზაცმა გარკვეული საფიქრალი მისცეს, რომელთაც მისი გონება ხანგრძლივმა შეფასებამ, გააზრებამ ჩაძიროს, ან შეიძლება წაკითხვაში ისე შეიჭრას, რომ რამდენი თავი გაიაროს, ვერ გავიგებთ. ანუ არსებითად თავარი არის მიმღეობა, გააზრება და არა აქედან იქამდე წაკითხვა. მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ? ხო, ის რა ჩემი მეუღლე არ იყო მონათლული და მე WhatsApp-ში ვიხსენიე. შეიძლება თუ არა, მაინც ცოტა ყვარნეთლება. მესმის თქვენი სურვილი, თქვენი თანაგზნობა მარტივ ლოცვას გასწავლით. ღმერთო იყოს შენი ნება. თვითონ წმინდა წერილი გვასწავლის, მიუტე უფალსა ზრუნვა შენი, მან გამოგზარდოს შენი. განსაკუთრებით წირვაში ვერ მოიხსენებთ, რადგანაც ლიტურგიული ერთობა თავისთავად ქრისტეს მიერ ერთობას ნიშნავს, შეკრებას ნიშნავს ლიტურგია და ამიტომ იქ ვერ ხდება მაცხოვარებით ის სისხლით გამოსყიდვა, რომელმა ადამიანებმა თავისთავად ქრისტეს მიერ წეს ნათლისძილს მიღებას არ დაუკავშირეს, მათი გამოსყიდვა ვერ ხდება. დანარჩენი უფლისადმი სასოება გადავშალოთ, იმიტომ რომ უფალზე უფრო მოწყალეთ ჩვენ ვერ ვიქნებით. სკულსა ტკენია, როდესაც მონათლული ადამიანი ამ შემთხვევაში ღმერთი გვაძლევს მასზე მზრუნველობის საშუალებას და მოწყალებაში დახმარებას, მაგრამ როდესაც არ არიან ნათლღებულები, ცალსახად უფალზე მინდობილი ვრჩებით. კი ბატონო. თუ არის ცოდვა მედიტაციაო, წერს გიორგი. ჩაღრმავება ქართულად ვთქვათ. რაში ჩაღრმავება, როგორი წესით? ქრისტეს წესით, ქრისტეს ლოცვით თუ აღმოსავლური მეთოდით. მოდით იოგაზე მარტივ პასუხს გაგცემთ, ზოგჯერ ფიზიკურ ვარჯიშებს ეუბნებიან. ნირვანა სხვაგვარად ვთქვათ, არის სიცარიელი, ასე ვთქვათ. ნირვანაში გადასვლა, ანუ სიცარიელი, რომელთაც გონებას გაინთავისუფლებენ. ცარიელი სივრცე სულიერ სამყაროში არ არსებობს.
თუ კი ადამიანს სრულ სიცარიელეში გადავა, ანუ ღმერთისკენ მისწრაფება არ არის მისი ორიენტირი, ხო? თან ღმერთი ესე ჰიპოთეზურად ნათქვამი არ არის. არამედ გააზრებია შემეცნებითად, ხო, ღმერთთან ურთიერთობა ხდება ორი გზით, მადლითად და შემეცნებითად. ეს ორივე ურთიერთგადაჯაჭვულია შემეცნებას, მივყავართ ღმერთამდე, რომელიც მადლს გვაძლევს, მადლი ასევე შემეცნებას აღზრავს. ეს ორი ხაზი არის. თუ ადამიანს გააზრებული არ აქვს პიროვნულ ღმერთთან, ხაზგასმით ვამბობ, პიროვნულ ღმერთთან ურთიერთობა და არ შეუმეცნებია ვინ არის ის და რა არის, რთულია მან ადრესაც მიაღწიოს. და როდესაც უპიროვნო ღვთაებრივ ენერგიებისკენ ილტვის და საერთოდ აცარიელებს სამყაროს, იქ მას კაცობრიობის მტერი ხვდება, რომელიც მას კარგ საჩუქარს გაუკეთებს, აღმის შედეგები არაერთხელ ყოფილა და რაც არ უნდა ეხლა სკეპტიკურად ირონიულად შემოხედონ იუგას მიმდევრებმა, აუარება მაგალითია, როდესაც ქრისტიანობა და იოგა ერთმანეთში გადაკვეთილა და რა მომხდარა, ეს თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ, არაერთი მაგალითია, როდესაც იოგასში დამალული დემონური სული გამოცხადებულა, გამოვლენილა ქრისტეს ძალის მიერ. ამიტომ რომელ მედიტაციას და რომელ ჩაღრმავებაზე ვსაუბრობთ, თქვენ განსაზღვრეთ. კი ბატონო, მაყურებელია ეს. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. დიახ, გისმენთ. მოძღვარი, მე მინდა პასუხოს მოძღვარი. მანდ მოხდეთ, ზორად მოხდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. დაუწიეთ თქვენს ტელევიზორს. მამაო, დავუწეთ მამაო. ქრისტეში იხარეთ, ოღონდ ტელევიზორს ეკრანს მოსშორდით. მოცილდით. ახლა, მამაო, იქით რა მინდა შეგეკითხოთ? ჩემ კომუნისტების დროს ბაბუაჩემმა და მამიდაჩემმა ადრიდან მათი დავალებით გამოაბრძანეს კატები და დინარეში როგორ თქვა გადააყრევინეს. ეს ოჯახზე იმოქმედებდა რაიმე მე მისი იმ ოჯახის ერთ-ერთი შვილიშვილი ვარ. უპირველესად მათი ნაბიჯი გამოწვეული იყო, ზღამ მსგავს კითხვა დაისვა ცნობიერად ღმერთისგან დაშორებით. უმთავრესი რაც არის ადამიანი ცნობიერად ღმერთს უნდა დაუკავშირდეს და აი სწორედ უღმერთობამ ხო ისინი აქამდე მიიყვანა, თუ კი ჩვენ ღმერთს არ დაუკავშირდებით, იცოდეთ რომ ჩვენი ერთ დღეს რაღაცა გარემოებამ შეიძლება ჩვენს მსგავს ვითარებაში აღმოგვეჩინოს და მერე სალავალო შედეგი ჩვენზეც აისახება. ამიტომ ცნობიერად ღმერთს დაუკავშირდით, ქრისტესთან მიერ ცხოვრება შეიძინეთ, ააშენეთ და ეს იქნება უპირველესი ძღვენი. აი ამის მერე თქვენი შესაძლებლობა სურვილით თანადგომა გამოუხატეთ იმ ტაძარს, იმ სამრევლოს ან სხვას, რომლითაც ღვთის წინაშე მათ დანაშაულს გამოისხდით. ერთი რამე არის, არათუ ჩვენ რა დაგვემართება, მარტო კითხვა ასე კი არ უნდა დასვათ. იმათ სულს რა დაემართა, ამაზე ვიფიქროთ და მათს ზრუნველობა. თუ კი ჩვენი წინაპარი პაპა, მამა თუ მამიდა თუ დეიდა თუ ვინც იყო არ აქვს მნიშვნელობა. ასე ვთქვათ, გვიყვარდა. ეს სიყვარული რა მარტო სიტყვა არის, სახელია მარტო ესეთი цаრიელი გამონათქვამი. მოქმედებაში უნდა გამოიხატოს, მათ სულზე უნდა იზრუნოთ და მათ სულზე ზრუნვას უფლება რომ მოიპოვოთ და ძალა რომ მოწყალე იყოს ღმერთი და თქვენი ლოცვა მიიღოს, თქვენ თვითონ ღმერთს უნდა დაუკავშირდეთ. თორემ სხვაგვარად ღმერთი თქვენს ლოცვას არ შეიწყმენებს, თუ თქვენ თვითონ ქრისტესგან გამდგარი იქნებით. მთელ ოჯახს ეხება ეს დიდს თუ პატარას, ამიტომ გაიარეთ პირადი გზა ქრისტესკენ. მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. ბატონო? ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. გაგაძლიერთ. მე ერთ-ერთი შეკითხვა მაქვს მამაო, რომ ძალიან ბევრს კითხულობ სამუნებია, სახარება ყველაფერი მინდა წავიკითხო და ვიცოდე ყველაფერი, მაგრამ ძალიან გონება გაფანტულობა მაქვს და მეხსიერება ცოტა მღალავდოს, ეს ცოტა შეხან მეთქვა. იცით რა არის? თავარი არის გულისხმიერება. ხო და გონება გაფანტულობის მიზეზები უნდა ნახოთ. იქ როდესაც რაღაცას უსმენთ და რაღაცაზე ვართ ყურადღებით, ტელევიზორი არ უნდა იყოს ჩართული, მეზობელ საუბარზე არ უნდა ვიყოთ აქცენტირებული, თქვათ, პარალელურად სხვა საქმეს არ უნდა გქონდეს, თორე მე თუ სტიქს ვკითხულობ და
ლოცულობ და ამ დროს თან პირობითად სარეცხის მანქანაზე ან ბლენდერზე ან რაღაც მაცივარზე ან რაღაცაზე ყურადღება გასკურაზე გადატანილი მაშინ გამოდის რომ მე უბრალოდ დროის სივრცის რაღაცის შევსებას ვახდენ და ცნობიერად ამ დროს მე ღმერთის გარდა ყველგანა ვარ. ამიტომ მიზეზები მოძებნეთ რა არის გონების დაფანტულობის. შემდგომ თუ კი ოდენობა არის თქვენი დამტვირთველი და თქვენ გსურთ რომ რაოდენობით წმინდა წერილის საკითხვის ლოცვის თუ ფსალმუნების რაოდენობით გამოხატოთ თქვენი ქრისტიანობა, ესეც მცდარი არის. მცირედი და საგულისხმო მივიღოთ. თუნდაც ლოცვაში მაცხოვარი ამბობს რომ რავლისმეტყველებით არ გამართლებით, შესმენელი არ იქნება და სასოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამიტომ მამაოჩვენოს გვასწავლის. თუნდაც ადამიანმა მამაოჩვენო ილოცოს, მაგრამ გულისხმოთ, ესეც კიდევ უფრო უარესი არის. გულისხმიერება არის მნიშვნელოვანი რამ. გვახსოვდეს, ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენი გულის ზრახვების მცოდნესთან, ჩვენი შინაგანი სამყაროს მხედველთან, შემფასებელთან, დამნახველთან, იმიტომ რომ შეიძლება სხვას დაუმალოთ, საკუთარ თავსაც დაუმალოთ, რაღაცა მოვატყუოთ, მაგრამ ღმერთს ვერაფერს ვერ დაუმალავთ და ამაო ფაციფუცით საკუთარ თავს უსარგებლოდ დავაძინებთ. სჯობს ის დრო მცირეც, მაგრამ გულისხმიერად ხარისხიანად ახსრულებულ ლოცვას თუ შემეცნებას დაუთმოთ. კეთილი მაყურებელია. ისევ გისმენთ ეთერში ხართ? ჰალო? დიახ, ისაუბრეთ. ყოფილი თემურის ყბილობის დროს. ყოფილი თემურის ყბილობის დროს ცხოვრები ადამიანები წარუმატებელი იყვნენ თუ აღულ შემდეგ. თემურის ყბილობის ადამიანები ეხლა ცხოვრობიან ჩვენ სხვადასხვა დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში. ადამიანის განვითარება, ცივილიზების გარკვეული საფეხურები, როდის რომელმა ჯგუფმა როგორ გაიარა, ეს სხვადასხვა არის. ხო? თუნდაც როდესაც ამერიკის კონტინენტზე ევროპელები გადავიდნენ, მათ ცივილიზაციის სხვა ხაზი ჰქონდათ განვითარებული, ვერ ვიტყვით რომ თლათ ესე ბარბაროსები იყვნენ, მაგრამ გარკვეული ევროპული ნიშნებით მათ არ ჰქონდათ ის განვითარება და შესაბამისად შეძლეს ევროპელმა კონკისტადორებმა მათი დაპყრობა და თუმცა მოდი შევაფასოთ ვინ უფრო იყვნენ ბარბაროსები, ჩასული ევროპელები თუ დამხტური ინდიელები. ეს დღემდე იმ კონტინენტის მაცხოვრებლებს დაღათაზვის და თვითონ შეაფასონ, იმიტომ რომ შემდგომ ეს გაგრძელდა ეს სულისკვეთება ცნობიერება ოქროს მეძიებელთა ციებ-ცხელებით. და ასე რომ თემური წყობილება წარმომადგენლიც იყო და წარვლის შემდგომ ხოლო ცივილიზაციის და კულტურის ნიშნებზე კიდე გარკვეული მოკლე სარკაზმით ვისაუბრე. კი ბატონო, როგორ შევიყვაროთ ღმერთი მთელი გულითო? იცით რა არის, თუ კი ადამიანი ფიქრობს რომ რაღაცა ემოციური ხატოვანი გამონათქვამებით საკუთარი თავი დააჯეროს, გამოგრძნობები გამოხატოს, ეს მცდარი არის. მაცხოვრის პასუხი არის ასეთი, რომელსაც უყვარდე მე პერიფრაზად ვიტყვი, ჩემი ცნებები დაიმარხოს. იოანეს სახარებაში არის. თვილს თუ მშობელის სიყვარულო პატივისცემა აქვს, მშობლის რჩევებს ითვალისწინებს, ხო? ჩვენ ღვთის რჩევები გავითვალისწინოთ, დავსახოთ იგი, დაუჯეროთ, როგორც ჩვენთვის მინდა უზადო ჩვენზე შეყვარებული და სიყვარულით უპასუხოთ მის რჩევებს, გავითვალისწინოთ და ჩვენ ცხოვრებაში ავსახოთ. ეს არის მის სიყვარული. და თავისთავად ის განცდანი, ჭეშმარიტი განცდანი და არა იფორული ცვალებადი მერე ჩამოყალიბდება. ბატონო, ესეთი კითხვა არის, განმიმარტეთ სიტყვები, სრულყოფილი სიყვარული შიშს აქრობს და ვისაც ეშინია, არ არის სიყვარულში სრულყოფილი. კეთილი. როდესაც თუნდაც პირველ ადამიანების თემა შევხედოთ, ხო? კრძალვა და რიდი აქვს ადამიანს და არის შიში. როდესაც ვთქვათ, მე მეგობარი მყავს, მშობელი მყავს, ხო? მშობლისადმი უზომო სიყვარული გვაქვს, მაგრამ გვაჩნია მისდამი პატივისცემა, უკრძალება და რიდი. ეს აუცილებელი რამ არის.
ასევე ჩვენ როდესაც მეგობრები გვყავს, ხო, თვით მეუღლესთან არსებობს ესეთი ჯამრთელი ბარიერი, ესეთი წინაღობა, რომელსაც ქვია პატივისცემა და გარკვეული პატივისცემის ზღვარი ადამიანმა არ უნდა დაარღვიოს. ხოლო არის, როდესაც ადამიანი ხა ებრაელები იყვნენ, როდესაც 40 წელი მოყავდა მერც, იქიდან იყვნენ რომლებიც მუგზალები და მორიდებით მოდიოდნენ და იყვნენ რომლებიც შიშით მოყვებოდნენ, ხო? აუჯაყდებოდნენ მოსეს, შემდგომ გარკვეული რაიმე მოვლენა მოხდებოდა, შეეშინდებოდათ და უფალს მოყვებოდნენ. ეს მიზეზი იყო შემდგომ სწორედ ისრაელიერის ისტორიაში, როდესაც ისინი ხან კერპთაყვანისმცემლობისკენ გადაიხრებოდნენ, ხან ღმერთს უბრუნდებოდნენ და იყვნენ ადამიანები აი თუნდაც მაცხოვრის დროს, სიმონ ღვთისმირქველი, ანა ფანუელის ასული, წალკდეული მართალი ადამიანები ეს იოსების სახით თუ წალკდეული ცნობადი სახელები, რომელიც ჩვენ წმინდა წერილში გვყავს, მათ სიყვარული კრძალვა რიდი ჰქონდათ ღვთისადმი და ისინი თავისთავად ღვთისმიმღებელნი და შემხედრნი გახდნენ. ხოლო არიან ადამიანები, რომელსაც შიში ჰქონდათ, მაგრამ გარკვეულწილად, როდესაც ასე ვთქვათ, მათი ფიზიკური გრძნობადი თვალებისთვის ღმერთი ხილვადი არ იყო ფიზიკურად, ზოგჯერ ეს ავიწყდებოდათ და ისინი მხოლოდ შიშით იმართებოდნენ. თუნდაც რა შეეშინდათ, როდესაც მაცხოვრის ჯვარცმის შედეგები იხილეს, მიცვალებულთა აღდგომა, თუნდაც კრეცამელის გახევა, თუ სხვადასხვა რამ გარემოებება, მათში გარკვეული ცვლილება შიში შეიტანა, ხო? აი ეს განსხვავება არის. საღვთო შიშიც არა ფიზიკური ესეთი შიში იგულისხმება, არამედ კრძალვა რიდი. როდესაც არის თუნდაც შიში შეიყვაროს, ხო? კრძალვაზე და რიდიზეა საუბარი. იბათ. ვინ ითვლება წმინდანადო? ღვთისმოყვარე ადამიანი, რომელიც ცდილობს საღვთო ცნებების მისწრაფებას. აქვე ერთი განსაზღვრება არის, რომელიც ფსალმოში გვხვდება და მისი მსგავსი შინაარსი ჩვენ საღვთისახურო წიგნში მიცვალებულებთან გვხვდება, მიცვალებული წესაგებისას არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სწოდოს. წმინდანთა ცხოვრებაში, საღვთო წმინდანთა ცხოვრებაში მეტნაკლები შეცდომები ჩვენ გვხვდება, ზოგჯერ ხისტიც კი, აი დავით მეფსალმუნდა წინასწარმეტყველი ჩვენ წმინდად ვიცნობთ, თუ ისრაელიანები, თუ ქრისტიანები, თუ თვითმუსულმანები პატივს მიაგებენ, ხო? ქრისტიანები განსაკუთრებით. დავით მეფსალმუნის ცხოვრებაში ესეთი ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც მან სხვის ცოლს თავად ცოლშვილიანმა კაცმა და სულ დიდი შვილების მქონე სხვის ცოლს თვალი დაადგა ურია ხეთელისას, ის წინა ხაზზე გააგზავნა რომ მკვდარიყო და შემდგომ დაეუფლა, მოხდა კიდე წოთა შორის სოლომონი მის გაყავს. და აი ამ დროს ეს ძალიან მძიმე შეცდომაც იყო და ამას თავის გამოხმაურება და შედეგიც ჰქონდა ღვთისაგან, მაგრამ მან შეინანა და ამასთან გავითვალისწინოთ თავის სამეფო სარეწელზე, სადაც შესვლის უფლება არავის არ ქონდა და საულისგან განსხვავებით მისი აღსარება, მისი სინანული ყველასგან დაფარული იყო, მაგრამ ღმერთისთვის ის საჩინო გახდა, სათნო გახდა და ჩვენ მას როგორც წმინდანად ვიცნობთ. პეტრე მოციქული ავხთ. აი მამა გურამ ჩვენთან მექნება ესეთი კითხვა, როდესაც ჩვენ ურთიერთობთ მეგობრობთ და ამ დროს მე სხვასთან ურთიერთობაში თქვენზე სამგზის თქვა. არა მე მამაგურებს არ ვიცი. ვინ არის ერთ მამაგურები? არა მამაგურები და არაფერი მოკავშირეს. უნებრივად თქვენი მხრიდან ხო საწყენი იქნება, გეწყინებათ. პეტრემ რა გააკეთა? სხვა არაფერი გაუკეთებია. აღარ უძახს სხვა მოქმედებებს, რომელთაც უფალს ეურჩებოდა და როდესაც უკვე სულთმოფენობის შემდგომ არ უნდა წარმართებთან მისვლა და ქადაგება. ბევრ საკითხში იყო ხოლმე რაღაც პეტრეს ქცევებში ხინჯი, თუმცა პეტრე შეიქმნა დიდი მოღვაწეობის, ანუ ადამიანის გზა, მოღვაწეობითი გზა არის შეცდომა დაცემისა, აღდგომისა,
კვლავსვლისა და ასეთი რამ ხდებოდა და ცალკეულ წმინდანებს ჩვენ ამათ ზოგს ხედავთ, ზოგს ვერ ხედავთ. აი თუნდაც ეხლა მეუდაბნოე მამების ცხოვრებაში რომ ხედავთ, ხო, 60 წელი, 40 წელი, ამდენი წელი, ათეული წლები უდაბნოში იყო დაყუდებული, რა ხდებოდა? მარტო ღაღადი ხდებოდა? შინაგანად საკუთარ თავთან ბრძოლა ხდებოდა, საკუთარ ნებებთან ბრძოლა. რას ნიშნავს ეს? მაცხოვარი ამბობს, რომელმაც გულში იმრუშა, მან უკვე აიმრუშა. ანუ ფიქრით დაშვებული შეცდომა, ცოდვასთან, არასწორ ქმედებასთან მოზიარეობა, თუნდაც ფიქრითად, ხო? უკვე გარკვეული სახით დოზით ცოდვასთან მოზიარეობას ნიშნავს. და ეს ადამიანები რომ მოსაგრეობდნენ, აი ეს ბრძოლა ჰქონდათ. ერთბაშად მათი გაფილტვრა გაწმენდა არ ხდებოდა და საბოლოო ჯამში მე ამა თუ იმ პერსონაჟზე ჩვენ ვიცოდთ რომ წმინდანია. ასე რომ წმინდანის ცხოვრება დაცემა აღდგომის მოსაგრეობითი გზა არის. ეს არ ნიშნავს რომ თითოეული ჩვენგან ქრისტიანი თვალი დაუხუჭოთ, დაუდევრად მოიწევთ და ასე შემდეგ. თითოეული ჩვენგანი ამისთვის არის მოწოდებული და არა ის რომ ხატზე გამოსახულების იყვნენ ამისთვის მოწოდებულნი, არა, თითოეული ჩვენგანი ამისთვის არის. თითოეული ჩვენგანისთვის მოვიდა და ღვთისთვის არ არსებობს თქვათ ეს გამორჩეული და ის არა გამორჩეული, ყველასთვის თანაბარი არის სასპარეზი, რამდენად მოვინდომებთ ჩვენზეა დამოკიდებული. დაუდევრად მოქცევა, თავალის დახუჭვა უკ დავაშავებ და მოვინანებ, ეს უკვე ფატალურად არასწორი საქციელი არის. ყველა ჩვენგანმა უნდა ვიშრომოთ, შეგვეშალა უნდა წამოვდგეთ. მოდით ასე ვთქვათ, საქორწინეთ გამზადებული სადღესასწაულო ფორმით მივდივართ და ცუდი ამინდის გამო რაღაცეთ შყიფი მოგვესხა. რას ვიზავთ ახლა ქორწილში აღარ წავალთ, თუ მოუწესრიგდებით, თუ ავხდებით და იმ გუბეში და ტალახში ჩავხდებით და ჩურჩხელასავით ამოვევლებით. ხო ამას ხო არავინ არ იზამს. ვეცდებით რომ მოუწესრიგდეთ და იმ დღესასწაულის მოზიარენი გავხდეთ და რაღაცა პატარა ლაკამ ჩვენი მდგომარეობა არ დაჩნდეს. ასე არის ქრისტიანის გზა და ცხოვრებაც. კი ბატონო, მაყურებელია ისევ. ეთერში ხარ გისმენთ? საღამოში. საღამოში. სამლოცველო მამა. იხარე ქრისტეში. აი ეს შეკითხვა. შეუსრულდება თუ არა ადამიანის სურს ახლობლების ლოცვით საზვერების გავლა. რა თქმა უნდა, თუ საზვერების შესახებ გსმენიათ, თეოდორე კონსტანტინოპოლის ცხოვრებიდან ვიცით ჩვენ, მისი გამოცხადებიდან, მისი უწყებიდან და გახსოვთ თქვენ მამა გრიგოლი მისი სულიერი მოძღვარის ლოცვა დაეხმარება კიდეც რამდენიმე საზვერეზე. კი ბატონო. იოანე ნათლისმცემელზე რომ ამბობდა თუ არ ვსდები ქრისტე ამ ქვეყნად მასზე დიდი კაცი არ დაბადებულაო, მაგრამ ცათა სასუფეველში ყველაზე მცირე იქნებაო. ანუ რას გულისხმობდა ამით? აქ პირველი რომ ყველა წინასწარმეტყველზე აღმატებული იყო, რადგანაც უშუალოდ შემამზადებელი იყო ამისა, ის გარდამავალ პერიოდში მოხდა, როდესაც აღსრულება დაიწყო იმ თელ წინასწარმეტყველებათა და ის შემამზადებელი გახდა უშუალოდ იმ საზოგადოებისა და გამცხადებელი გახდა ქრისტესი, ხოლო რომ არ მიეღოთ ის მაცხოვარზე უფრო დიდად, სწორედ ამიტომ ამბობს თვითონ იოანე ნათლისმცემელი ამბობს, ჩემ შემდეგ ვინც მოვა, მისი ფეხსაცმლის საბელთა გახსნის ღირსიც არა ვარ. კი ბატონო. მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. დასვით კითხვა. საღამო მშვიდობის ასეთი შეკითხვა მაქვს. ჩემი მშობლები რომ გითხრათ მოსმეები არ იყვნენ, თუმცა სიკეთისავსი ადამიანები იყვნენ. ეკლესიაში ძალიან იშვიათად დადიოდნენ და ეს მათ ცუდად ეთქვებათ, აი შეიძლება ახლა იყოს მათი სული. ეს ერთი და მეორე შეკითხვა მაქვს კიდე ბიბლიის კითხვა ლოცვაში თუ ითვლება. მადლობა. მოდით რომ არ დამოუწეს, ჯერ მეორეს უპასუხებ, რომ წმინდა წერილის კითხვა არის შემეცნების ნაწილი. ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. ასე ვთქვათ, წმინდა წერილი ღმერთი ჩვენ გვესაუბრება, გვასწავლის. ხოლო ლოცვის დროს ჩვენ ვესაუბრებით. ეხლა პირველ კითხვას.
არათუ თქვენი მშობლები და შევნიშნავ რომ აი ეს წინა თაობა რომელმაც განაპირობა ჩვენი კეთილგანწყობა რწმენისადმი ჩვენი მისვლა ეს მათი ზნეობრივი მორალური პრინციპები იყო ის მარცვალი რომელმაც ქრისტემდე მიგიყვანა მათაც ალბათ ცოტა მეტი შესაძლებლობა რო ქონოდათ ისინიც აღმოჩნდებოდნენ ქრისტესთან ეს არავინ არ იცის რა როგორ გულის ხილველით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი არის მაგრამ დანარჩენი ხა შეფასება ვინსად იქნება ამაზე ქრისტიანულად აღსრულებულ ადამიანებს ვერ ვიტყვით იგივე წაღან ვახსენეთ თეოდორა კონსტანტინოპოლის ცხოვრება როდესაც ერთ-ერთი მონაზონმა ვიცი გარდაცვალება იხილა სწორედ ბაბა გრიგოლს თხოვა ნუ თუ ეს თუ არ ცხონდა აბა ვინ იქნებაო თეოდორა კონსტანტინოპოლელი ძალიან მოწყალე იყო ძალიან ისეთი მორწმუნე ცხოვრებით ცხოვრობდა ისეთი მოღვაწეობითი სახით სათნოებითი სახით და სწორედ მასზე თქვა მონაზონმა რომ აბა ეს თუ არ ცხონდა ვიღაც ცხონდებაო აღარავინ ცხონდებაო და მამა გრიგოლის ლოცვით მან ხილვა იხილა თეოდორა კონსტანტინოპოლელი გამოეწყადა და აუწყა რამდენად რთულად გაიარა ჩვენ ვერავის ვერ ვიტყვით აბეჯითებით ვინ არის სათასასწრაფოში და ვინ არა თუმცა ერთი ვიცოდეთ რომ ღმერთი არ ეძიებს იმას რითი დაგუსაჯოს არამედ რითი გვაცხონოს და როდესაც ჩვენთვის ასეთი მდგომარეობა დაფარულია ჩვენ ვალდებულება მათთვის ლოცვა ეთილი მაყურებელია ისევ გისმენთ დასვით კითხვა ეთერში ხართ მას ასეთი შეკითხვა ისტორიიდან ვიცი რომ ევროპაში ყველაზე უფრო დიდი ქრისტიანული სახელმწიფო არის სერბეთი დღევანდელი ყოფილი იუგოსლავიის დღევანდელი ერთ-ერთი სახელმწიფო და მეორე აფრიკაში ასეთივე დიდი ქრისტიანული სახელმწიფო იყო ეთიოპია რომლის დედაქალაქი არის ადის-აბება იქ ქართველთა წინაპრები ცხოვრობდნენ ბურები აი ამათი დელეგაცია ჩვენს გაწირვებაზე არ ყოფილა და რაშია საქმე ალბათ ეგეთი კითხვა ისე მათ უნდა დაუსვათ რაც შეეხება უფრო დიდი ქვეყანა ევროპაში უკრაინა და თეთრი რუსეთი და რუსეთი უნდა დავასახელოთ ისე ხო და დანარჩენი მე დელეგაციაში ვინ იყვნენ და ვინ არა მრავალი ქვეყნიდან იყვნენ მოსულები და დანარჩენი ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად დანარჩენი ხა ვინ და რა იყვნენ ამის პასუხი არ გამაჩნიათ თუ ვინმე არ ჩამოვიდა შეგიძლიათ მათ მიმართოთ კი ბატონო ნინო გწერს შვიდგზის ზეთისხების საიდუმოზე მაინტერესებს როდესაც ვიწყებთ საღამოს ძილის წინ სუფთად რომ მოვიწმინდოთ და შემდეგ დავწვათ ბამბან ხელსახოცი სუფთა ადგილზე თუ შეიძლებაო რა თქმა უნდა ხო მადლით ცხება ხდება რა თქმა უნდა ნივთიერად გამოხატული არის მაგრამ ხა დაუბანელი ხო ვერ დავრჩებით ხა მით უმეტეს ზეთოვანი მასა არც თუ ესე ადვილად მოცილებადია და თავისთავად რამდენი უფრო სხვადასხვა რამეს შევეხებით უფრო მეტი სხვადასხვა მტვერი დაგვედება როგორ თავისუფლად შეგვიძლია მე ხელიც დავიბანოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო მოგწალებით შეგიძლიათ ხელსახოცებით პირველადი მოცილება ხელსახოცით და შემდგომ დააწვათ თუ ასე შემდეგ, მაგრამ ღირა ხელი ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაიბანოთ. მადლით ცხება ხდება, არა ზეთს მოაქვს და ღვინოს ის მდგომარეობა, არამედ მადლს მოაქვს, იმიტომ რომ ზეთს, ღვინოს, წყალს თუ ნებისმიერ რამეს ჩვენ მადლით ვაკურთხებთ, მადლს ვიწვევთ მასზე. როგორ არ ჩავარდეთ სასო წარკვეთილებაში? თუ ადამიანი უფალთან არის, ხო? უიმედობაში არასდროს არ ჩავარდები. უიმედობა მიიყვანა იუდა იმ მდგომარეობამდე და პეტრე მიიყვანა სწორედ კვლავ დაბრუნების მდგომარეობამდე. იუდას და პეტრეს შორის ზუსტად ეგ სხვაობა იყო. მოღალატეობის საფეხური კი, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა. მაგრამ გარკვეული უარყოფა მათ აკავშირებდა და აერთიანებდათ. მაგრამ იუდამ დაკარგა სასოება ღვთისადმი, პეტრემ არ დაკარგა. ღვთისადმი იმედი არ უნდა დაკარგო, გვახსოვდეს რომ ღმერთი ყოვლად მოწყალეა, არ არსებობს მდგომარეობა ცოდვა, რომელთაც უფალი არ გამოგვიყვას, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას რომ ჩვენ ცოდვები ამის ხარჯზე განზრახ ჩავიდინოთ. საღამო მშვიდობისა, ერთი ასეთ კითხვა მაქვს, ვინმეს გარდაცვალებას რომ გავიგებ,
არა ახლობელი, არა ნაცნობი, ზოგადად ვინმე ნებისმიერისას, ისე ან ტელევიზორში ან ვინმე თუ იტყვისო ამასო, მაშინვე ღმერთს თხოვ რომ აცხონოს მისი სული. მე ხომ არ ვიცი ის როგორი მწამსის და აზროვნების ადამიანი იყო, სრულიად უცხო. არა და გული მთხოვს რომ შევეწიო მის სულს და უფალს შევავედრო, ამით ხოლმე ვწოდავ. იცით რა არის? როდესაც ქრისტიანები ლოცულობთ სხვებს, გარდაცვლილს, ჩვენ ვიაბარებთ მათ ქრისტეს და ქრისტესგან მათ შველას ვითხოვთ. ანუ ქრისტიანებზე საუბრობთ, რომელთაც ჰქონდათ სასუება ქრისტესი, მათ მცირე თუ ნაკლებად, ცალსახად მოგზაურობა ტრადიციით, პატივისცემით თუ შემეცნებითად და მეტნაკლები მოსაგრეობის ხარჯზე თავისი ცხოვრება ქრისტეს დაუკავშირეს, ასეთ ადამიანებისთვის ქრისტესგან გამოვითხოვთ თანადგომას და მასში მიბარებას. ხოლო ადამიანები, რომლებიც სხვა აღსარებლობის ან უღმერთონი იყვნენ და არ ქონდათ სასუება, ჩვენ თავს ვიკავებთ, დანარჩენი ღმერთის საზრუნავია. კი ბატონო. როგორ აცთუნებს ეშმაკი ადამიანს? გულისხმებით, როდესაც ადამიანს ცვალებადი მოთხოვნა, ცვალებადი განწყობა, ცვალებანი მიდრეკილებანი გააჩნია, სწორედ ამ მიდრეკილებებს შეიძლება ეს ცვალებადი სურვილი განწყობანი საღვთო რჩევას ემთხვეოდა, შეიძლება არ ემთხვეოდეს. და სწორედ ან დამთხევაც ამახინჯებს ჩვენში და სხვაგვარად წარმართავს, მაგალითად განცდას ძაფრ განცდად თანაგრძნობას ძაფრ განცდად და ტკივილად და უსასოებამდე მიიყვანს, სიყვარულს ეიფორიად გადააქცევს და შინაარს გამოართმევს, ბევრი სხვა რამ და ან კიდევ საერთოდ გაუღვივებს საპირისპირო გრძნობას, რომლითაც ადამიანს ეს გააჩნია და საღვთო რჩევებისგან განსხვავებული ადამიანი, რომელიც გულისხმობას მიეცემა და ცოდვით შეიბღალება, ის ასერიგად ხდება ღმერთისგან დაშორებული და იმისგან შეცდომილი. კი ბატონო. სემინარიაში სწავლა აუცილებელია მღვდლობისთვისო? იცით რა არის? სასულიერო თვითგანათლება შეიძლება მივიღოთ, მაგრამ სემინარია და აკადემიის დანიშნულება არის სისტემური სწავლება, რომლითაც ადამიანმა მართლახსარებლობა უნდა იცოდეს და ასევე ერთგვარი ჩანასახი მიიღოს სწავლა-მოძღვრებისა, როგორ დამწყსოს ადამიანი. იქ ბევრი უამრავი ფაქტორია. იცოდეს საკუთარი რწმენა და თუნდაც რაღაცა დოზით სხვანი. და თუ კი მაცხოვრე ამბობს, მკურნალო განიკურნე თავი შენ, თუ კი ადამიანი თვითონ არ ფლობს სათანადოდ სისტემურად, სიღრმისეულად, როგორ გახდება სხვაზე პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ცალკეული პრეცედენტები პირველ წლებში, პირველ პერიოდში ეკლესიის განახლებისას, რომ ამგვარ ცოდნას ადამიანები მოკლებულნი იყვნენ, მაგრამ დღეს ეს ფაქტურად აღარ ხდება. ადამიანები ცალსახად სისტემური ცოდნით მოდიან, მაგრამ სისტემურ ცოდნასთან ერთად ზნეობრივ მორალურ სულიერი ფაქტორი არის აუცილებელი, ცალსახად ფუყე ცოდნა ადამიანს არაფერს არ მისცემს, თუ შინაგანად ეს თავად არ აქვს მოსაგრებული რაღაცა წილით მაინც და ამისკენ არ ილტვის და უნდა იყოს აუცილებლად სხვათა თანაგრძნობას ყოველდღე გაჯერებული. კი ბატონო. და ასევე სამღვდელო კომისიაზე საბუთების ჩამონათვალში ერთ-ერთი საბუთია, რომლის გარეშეც ღვთლად აღარ აკურთხებენ დღეს თუ არ გაქვს საღვთისმეტყველო დიპლომი. არსებული მიზეზების გამო. დიახ, მაყურებელია მოვისმენთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით. იცოდეთ. და მაქვს ასეთი შეკითხვა. დიახ. 7 ზეთისხების დროს მორწმუნეებს ყველას გვიჭირათ სანთლები. და მე აი ასე მესმის, რომ 7 ზეთისხების დროს, ანუ სახარების მოსმენის დროს, ადამიანი ვიცით ცოდვებისგან ინკურნება. როგორც ასეთი, ანუ ინანიებს ცოდვებს და ხდება ცოდვებისგან განწმენდა. უფრო სწორად ესე იგი, ცოდვებისგან განწმენდა. და მე მაქვს ასეთი შეკითხვა, რომ აი ეს სანთლები უნდა წამოვიღოთ სახში და როცა გვინდა მაშინ დავანთოთ თუ რადგან ცოდვებისგან განწმენდა, ეს მათ დარჩეს ტაძარში, დავანთოთ და დავტოვოთ ტაძარში. მადლობა. პირველად
უპირობო მიტევება არ ხდება არც თვით ზიარების და აღსარების დროს. ზეთისხება მადლთან მიმთხვევარი და ზეთისხების ნიშანი ეს არის ღმერთთან შერიგების სახე. ხო, მადლისხება აბა ისე თუ ღმერთი ადამიანს არ შეურიგდება, ისე არ მოხდება. ცნობიერი მხარე უნდა იყოს ჩართული, ზოგჯერ ქრისტიანებში გავრცელებული ესეთი დავიწყებული ცოდვების მოტივება ხდებაო და მე რასაც ვერ ამბობენ, გულდაგულ დავიწყებას ფიქრობენ, სირაქლემის პოზიცია, ცალსახად თავის მოტყუება, ის კი არა ადამიანი, რომელიც გულსფრენია და წლების განმავლობაში ქრისტეს გზაზე დგას, ცხოვრობს, აღსარებლობს, თავის თავზე მუშაობს, თავის ცვლილება უნდა, ხო? მეტანოია რას ნიშნავს? ცვლილება სინანულს ნიშნავს, ხო? და ჩვენი ერთ დღეს გაახსენდა რაღაცა ისეთი, რომელიც აზრი ამოუტივტივდა. არა 7 ზეთისხების იმედზე ვთქვათ, თავი მოიტყუოს, არამედ ის, რომელიც მას გულისტკივილად ჰქონდა, თვისინაშეც უნდა გამოხატოს სინანული. აღიარებდაც უნდა აღიაროს და თუ ვინმე პერსონისადმი აქ დაშავებული, მით უმეტეს უნდა მივიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს. შეიძლება იმ ადამიანს დავიწყებულიც ჰქონდეს იმ პერსონას, მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრებაც ახსოვდეს და ჩვენგან მისდამი ბოდიში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სანთლების, ეგეთი საკრალური დამოკიდებობა აბსურდულია, ამას ჩვენ სასწავლებელში ABS ვეძახდით, Adna Babushka сказала, სამწუხაროდ, არათუ წარსულში, ახლაც კი სავსეა, ასეთი გამონათქმევები ერთმა ბებიამ თქვა და უამრავი სისულელეები გვესმის ხოლმე, მაპატიეთ, მაგრამ ის, რომელიც საერთოდ ქრისტეს სწავლებასთან კავშირში არ არის და ყურადღება ადამიანებსთან მომეტებული ყურადღება გადაახვთ ადამიანების შეცმუნებას ცდილობენ, არა, ჩემოკარგებო, ამას კავშირი არ აქვს. სანთელი დავიცი, ლოცვისთვის არის. ტაძარში გვინდა დავანთოთ, ტაძარში დავანთოთ. სახლში გვინდა ვილოცოთ, როგორც გვინდა ვილოცოთ. ასევე კიდე ამასთან დაკავშირებით ვიცი ალბათ ერთ ჩვენი დღეს დასვავე კითხვას, 7 ზეთისხების დროს, ან 12 სახარების დროს, ან რაიმე მსახურებაზე სანთელს მოვასმენინე. ლოცვას ჩვენ ვისმენთ და სახარებას და არა სანთელი. სანთელს არც ყურები აქვს, არც ანტენა, არც მიმღები ჩიპი და ასე შემდეგ. ასე რომ სანთელი არის განათებისთვის და ერთი სიმბოლური დატვირთვა, რომ როგორც ცვილია მოქნილი ცეცხლის წინაშე, ასევე საფრთხოცნების წინაშე ადამიანი მოქნილი უნდა იყოს და მისებრი ფორმა უნდა მიიღოს, საფრთხოცნების მისებრი ფორმა უნდა მიიღოს და როგორც სანთელი თავისთვის არანთია, ასევე ქრისტიანის გზა სანთელივით უნდა უნათებდეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვათათვის დებარიყოს. მორჩა დანარჩენი სხვა ლოცვა რომ აღვასრულოთ წარსულში სანთელი იყო განათების საშუალება. კი ბატონო. წევლად უმოქმედებსო ადამიანზეო. ურწმუნო ადამიანზე და ქრისტესგან შორს ყოფ ადამიანებზე ყველაფერი მოქმედებს. მეორედ მოსვლის შემდეგ დედამიწა იარსებებს, თუ იქნება ცხოვრება დედამიწაზეო ისევ. ღმერთს სამყარო იმისთვის არ შეუქმნია, რომ ჩვენ საერთო ნაცნობს და მტვერს მისცეს მისი ზიანის მიყოლება. ახალიცა და ახალი მიწა. მეცაც გეტყვით, როდესაც დღეს კაცობრიობა უნაყოფო სამყაროსკენ იყურება დანარჩენი პლანეტებისკენ და ამაოდ ეძებს მას სიცოცხლეს, მეცაც გეტყვით, ნებისმიერი შორს თავისი მნათობის მიმართ შორს თუ ახლოს ყოფი პლანეტა სრულიად დასაშვებია, რომ სავსებით უცებ სიცოცხლის მქონეთ გარდაიქცეს და ასე რიგად ცხოვრება მიენჭოს. ერთ რაღაცას პატარა ექსკურს გავივლი ხშირად, აი მეცნიერების სახელით უღმერთონი სარკაზმულად ცინიზმით უდღებიან წმინდა წერილს და გვეკითხებიან ხოლმე ასე კითხავს. თუ კი შესაქმნის მეოთხე დღეს მზედამთვარე შეიქმნა და მანამდე მზედამთვარე არ ანათებდა და მესამე დღეს სცენარეები ამოვიდა, როგორ არის შესაძლებელი? პასუხს ისევ მეცნიერება გვაძლევს და არა უღმერთო და იდეოლოგია. დღემდე არსებობს ასეთი უვარსკვლავო, უმნათობო პლანეტები, რომელსაც პლანემოებად, პლანომებად მოიხსენებენ. მათზე დაკვირვებით მეცნიერები გამოთქვავენ აზრს, რომ ჭიდრო კონცენტრირებული სქელი ატმოსფეროს გამო შესაძლებელია, ეს შეგიძლიათ თავისუფლად მოიძიოთ ინტერნეტშიც კი
თქვენთვის გასაგებენაზე, სადაც თბური ეფექტის შედეგად დასაშვებია სიცოცხლის ფორმების არსებობა, სასიცოცხლო პირობების შექმნა. უირა საინტერესოებს გავსება ხო წმინდა წერილთან, ანუ დედამიწას ესე იგი არ ქონდა თავის როზე მზე და სულაც არ არის იმ მოდელით წარმოქმნილი როგორც თქვათ ბიგ ბანგის თეორია გვთავაზობს, არამედ სულ სხვაგვარად შესაძლებელია ყოფილიყო ვითარება. ასე რომ ცალსახად მნათობი იყოს განსაზღვრელი სასიცოცხლო პირობების, ეს არავინ არ იცის, თუმცა მოდი მომავალში დავუტევოთ ის, რომ დედამიწა არ დაინგრევა და აპოკალიფსი სულაც არ ნიშნავს განადგურება სამყაროს, როგორც ეს უღმერთოებს და დემონოლოგებს სურთ, არამედ ეს იქნება მოსვლა ქრისტესი დასასრული ბოროტებისა. ერთადერთი რასაც დასასრული ექნება ბოროტებას და სიკვდილს. კი ბატონო. დილის ლოცვებში პატრიარქს რომ ვიხსენიებდით ცოცხლებში, ახლა როგორ გავაკეთოთ? დღეს ახალი პატრიარქის არჩევამდე ვიხსენებთ მესაყდრეს. მესაყდრე უწმინდესისა და უნიტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა მიტროპოლიტი შიო ამგვარად და შემდგომ გაგრძელება როგორც არის, ხოლო როდესაც გარდაცვალებისთვის ლოცვას ვიწყებთ, უკვე იქ ვიხსენებთ ჩვენს უწმინდესს. კი ბატონო. მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხართ? ეხლა დავსვა კითხვა, ხო? დიახ, დასვა კითხვა. ესეთი შეკითხვა მაქვს. ბავშვობიდან ვიყავი ძალიან პატარობიდანვე ქრისტეს მოყვარული და ბებია მინერგავდა ამას, რომ უნდა მყარებოდა უფალი, მარტო კი არ უნდა მყარებოდა, შიშიც უნდა მქონებოდა მისი ყოველთვის. ამიტომ მიყვარს ძალიან ესო, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი, სანთლებს სხვადასხვა ტაძარში დავდივარ, ვამთებ, არ მიმიღია ზიარება, არ მithქვამს აღსარება, თორე სანთლებს აი არ ვიცი რამდენს ვამთებ, მე თვითონაც არ ვიცი. კითხვა მაქვს ესეთი, აი რა დროს შემიძლია ეხლა შვილი გარდამეცვალა, მე უკვე 3 თვეა. და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავთან, მინდა აღსარებად, მინდა ზიარებად. ლოცვებს, ყველა ლოცვას ვკითხულობ, დილის ლოცვებს, წერილებს, ფსალმუნებს, ხანდახან 24 საათში 150 ფსალმუნს ვკითხულობ სახლში, მაგრამ აი აღსარება მინდა, მოძღვარი არ მყავს, ყველა მოძღვარი მიყვარს. დიდი პატივისცემით და სიყვარულით გისმენთ ამ კითხვას მე ახლა თქვენ, როგორ უნდა მოვიქცე? გაგაძლიეროთ ღმერთმა და გიცხონოთ თქვენი ღმერთმა გაგაძლიეროთ, სწორედ მით უმეტეს, როდესაც არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილისთვის სრულმა და ლოცვა გმართებს, მეტადრე უნდა დაუკავშიროთ თქვენი თავი ქრისტეს, შემეცნებითად, უნდა ვისაუბროთ სახარება წმინდა წერილი გადავშალოთ და თან გზაუკვლევად მღვდელსახური მოძღვარი ნამდვილად გჭირდება. თქვენთვის მოსახერხებელ სივრცეში, სადაც თქვათ მიწვდომადია, შეარჩიეთ მოძღვარი, რომელიც შეძლებს რომ მოცალეობა გამოიჩინოს, დრო დაგითმოთ, ახსნა განმარტებით, თანადგომა გამოხატოს, არა მხოლოდ მადლითად თქვათ ლოცვების სახით, არამედ თითოეული თქვენი ნაბიჯი დანიშნულება, რატომ უნდა ვიყოთ ქრისტიანი, რას ნიშნავს ქრისტიანობა, რატომ ვლოცულობთ, რა სასოება უნდა გქონდეს მიცვალებულთა დახმარების შედეგად ჩვენს ლოცვას, რატომ და რისი შედეგი აქვს, მარტო ერთს ხო არ არის რომ დაგვავალოს და გვითხრეს, რატომ არ ამბობენ ადამიანები აღსარებას, რა არის აღსარება, მისი ფორმატი როგორ არის, რა არის ზიარება, რატომ ზიარებით და ზოგადად ჩვენი სულიერი აღმავლობის გზა რომ გვასწავლოს და ეს ერთმანეთად ერთი საუბრით არ ხდება, პერიოდული მიწოდებებით, რომელთაც დააკმაყოფილებს და თქვენთვის დროს გამოიჩენს ხოლმე შიგა და შიგ, ასეთი მღვდელსახური მოძებნეთ და მორჩა ეს თქვენ შეხედეთ ამ ვითარებას და თქვენ თვითონ ნახავთ. მერთი მოგაძებნი ნერთი. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის. ბიბლია ამბობს, დაასახლაო უფალმა ადამი და ევა ედემში, მიწის დასამუშავებლად და დასაცავად. ესე იგი, თავიდანვე იყო საჭირო შრომა და გარჯა, ან რისგან იყო საჭირო დაცვა? ვისგან, ან რისგან? ხო. ედემი იყო ადამიანთა საყოფელი და არა ცხოველებს და ფრინველების.
თუ გვახსოვს მოუყვანა მან ღმერთმა ჯერ დააკვირდით რომ ედემის გარეთ შექმნა და მიიყვანა და ედემი დაასახლა ხო მე მოყავს მასთან ცხოველები ფრინველები და შემეცნებითად მასთან კავშირში არის რომ ის უბრალოდ სახელები მგელი ცხვარი არწივი ხო და არქვა მათი თვისობრიობის მიხედვით განსაზღვრა მოვლა მზრუნველობა შრომითი პროცესი ხო ეს არის უფლის ხატებას და მსგავსების გამოხატულება ხო ღმერთმა ხო ადამიანს თავს ხატა და მსგავსებას შექმნა სწორედ ეს მდგომარეობა იყოს თუნდაც სახელებს რო არ ქმევინებს ეს იყო ეუფლეთ მთელ სამყაროს ისე ადბირულ ადამიანებს ეუბნება ხო მათ უნდა სწოდნოდათ და ნახეთ როგორ არის კი დედამიწა კეთილგანწყობილი იყო მაგრამ ედემი ერთ ადგილას იყო მთელი სამყარო მათ ედემად უნდა ექციათ ამის შემოქმედნი თავად უნდა ყოფილიყვნენ როგორც ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა სულიერი და უსულო მატერიალური ასევე მათ ერთგვარი შემოქმედებითი მსგავსება უნდა ქონოდათ უფალთან და ეს იყო მათი სიხაული და არ ყოფილიყო ადამიანი მხოლოდ რაღაცა მომხმარებელი პირუტყვივით რომელიც ერთ მდგომარეობაში ინსტინქტების ამარა იცხოვრებდა შემეცნების ხის ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ეს იყო რომ მას ხსოვნებოდა რომ არ იყო სრულყოფილი და სრულფასოვანი და მასთან განცხადებული პერიოდულად დრო და დრო განცხადებული ღვთისადმი შემეცნებისთვის განცხადებული ღვთისადმი ინტერესულ ტოლოასურული ჰქონოდა რომელიც შემეცნებას ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა სამყაროს აღშენებლობაში თავისუფლად დაედოთ. კი ბატონო. მაინტერესებს საჭირო თუ არა მოძღვრის კურთხევა დაუჯდომელის და ფსალმუნების წასაკითხა. საჭირო არის ზოგადად სუნთქვისთვის და წყლის დალევისთვის კურთხევა არ არის საჭირო, მაგრამ გზამკვლევობა რომ არ მოგვივიდეს ჩვენ ნამეტანი, ან უგულისხმობა, ან თქვათ აღსრულების ფორმა, როდესაც თუნდაც ადამიანი სწრაფად კითხულობს, ქატაცებით კითხულობს, გასაგებად კითხულობს, ხატრულად კითხულობს, მაგრამ კითხულობს. ხო? თავარი არის რომ მე ამ დროს მოძღვარმა აუხსნას რომ რა არის დაუჯდომელი მადლიერების და დიდების სიტყველების ხაღადისი ხო რა არის ფსალმუნება რა არის თქვა ლოცვანი გზამკვლევად გვჭირდება რომელიც გვასწავლის და ასევე განსაზღვრავს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებს რომ თქვა ადამიანმა შეიძლება რაღაცა პერიოდი აიღოს და წახალისებით დიდი ის იტვირთოს, მაგრამ ჩვენი დღეს გამოიფიტოს ფიზიკურად და სულიერად და საერთოდ გაექცეს ღმერთთან ურთიერთობას. ან საერთოდ მას სწორად არ ქონა ჩამოყალიბებული. ამისთვის არის მუდმივი საჭირო. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, როცა ადამიანი ლაშაკძერს თავისი გარეგნობით გრძნობს მიუღებლობას და ნაკლს განიცდისო რაღაც, ნუ არ მოსწონს თავის თავი, რა უნდა გააკეთოს ეს მიუღებლობას. გარეგნულ თავის თავი არ მოწონს რა. რაღაცა გარეგნულად ნაკლულოვანად თulis თავის თავს. ხო, ჩვენ თახს ხوخნა თქვა მე. ჩვენ კაცსა მოგცა. ხო, სახიეთა მის მერიტვად შექმნილები, ხო? მადლობა უთხრით. ყველასთვის რაც ვართ, როგორიც ვართ. ყველაფერში თავის სილამაზე არის, ხო? ყველას მის სილამაზე ამშვენებს. ეს შეიძლება რაღაცა დოზით, რაღაცა სახით ჩვენ თავს მოვაწესრიგოთ, შევმატოთ რაღაცა. თუმცა მადლობა უთხრათ მერს როგორიც ვართ. ეტალონი ხო არ არის? თუნდაც ლამაზი, ეგრეთ წოდებული ლამაზი სახეები რო ავიღოთ, ერთნაირებია, ხო არ არსებობს სტილი ამერიკის მის რო იყო შუა წლების პერიოდი მერლინ მონრო რო იქნა ეტალონად აღებული და ყოველას მისი საცურაო კოსტუმი, ყოველას მისი პარიკი, სახის მაკიაჟი თუ ასეთი რაღაც ჰქონდათ, მაგრამ ესე თქვარი სტილი იყო, რომელიც თავსმოხვეული იყო და ამ დროს იქ იყვნენ მთელი რიგი ადამიანები იმ პერიოდში, რომელსაც გაცილებით მეტი თავისებური სილამაზე ჰქონდათ და ასე რომ რაღაცა სტანდარტი, ეგრეთ წოდებული ტრენდი ამაში არ არსებობს, ხო? თუ კი პირობითად თქვა ლამაზ სახეებში ერთი ფორმატი არ არის,
ზოგადად თამაში არ არსებობს, ხო? კი ბატონო, მაყურებელი. ყველაზე დიდი სილამაზე, რასაც პასუხს ვიტყვი, ეს არის შინაგანი. ჩვენ შეიძლება ფიზიკურად სავსებით დალაგებული ნახვთები ვნახოთ, მაგრამ თვალებში ისიც არის დავინახოთ მის გამომეტყველებაში და შეიძლება ეგრეთ წოდებული უშნო ადამიანი ვნახოთ, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება და მისი მზერა მეტად მომხიბვლელი იყოს და მიმზიდველი. კი ბატონო. აყურებელია, გისმენთ ეთერში ხართ. დასვით კითხვა. საღამომშვიდობის მამაო. საღამომშვიდობის. დიდობა მოგცეთ ხართ. ეს შეკითხვა მაქვს. დიახ. გეხვეწებით ერთი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო, ისაუბრეთ, გისმენთ. ეკრანს მოცილდით, რომ თქვენი ხმაც გაიგოთ და ჩვენიც. ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ. სულებს აი დაუწიე. ადამიანის ფორმა, როგორც ლანდს მაინც, როგორც ჩვენი ლანდი დაუყვება ჩვენ. ასეთი ფორმა აქვს სულებს. სული გარეშე მოწერილია, ანუ ყოვლის აღმოსებელი არ არის როგორც ღმერთი, გარეშე მოწერილია, მაგრამ რამდენადაც ეს სხეულის ფორმა სხეულისთვის ფიზიკური მდგომარეობისთვის სახასიათოა, ეს სულისთვისობრივი არ არის. სულის მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ცნობიერი აღქმა, პიროვნულობა, აზროვნება, ღვთისადმი ხატობრიობა, თავისუფალი ნება. აი ეს არის უმთავრესი. ჩვენშიც ეს რასაც ეხლა მოქმედებ და გამოხატოთ არსებითად ეს არის. დანარჩენი ეს ფიზიკური გამოხატულებანი არის. ბატონო. დიდი კითხვა, თეაკ წერს. კურთხევასთან დაკავშირებით მაინტერესებსო თქვენი აზრიო. სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს სასულიერო პირებს. მორჩილება სარგულისხმობ, მაგრამ აი სამაჯურის ტარებისთვის კურთხევა, საეკლესიო ლიტერატურის წაკითხვისთვის კურთხევა, დაუჯდომლის წაკითხვისთვის და ასე შემდეგ. ხშირად ხდება, რომ ფიზიკურად ვერ დაუკავშირდები, ან ვერ გაესაუბრები მოძღვარს. რატომ ითვლება ეს ზოგისთვის ნორმად, ზოგიერთისთვის მორჩილებად შეიძლება ურჩობად ჩაითვალოს და გარკვეული მოძღვრები ამას თვლიან ძველი აღთქმის გადმონაშთად. ხშირად უსმენ მამა თეოდორე გიგნაძეს და იგი არ ეთანხმება ყველაფერზე კურთხეობის გაცემას. თქვენ როგორ ფიქრობთო? მოდით ესე ვიტყვი, არა მე როგორ ფიქრობ, არამედ ზოგადად როგორია ამაზე ხედვა. როგორია სწავლა? კურთხევა ეს არის საღვთო ძალის, მადლის მონიჭება და არა ნებართვათა და აკრძალვათა სისტემა. შესაძლოა ერთგვარი პარალელი რაღაც შემთხვევაში ამას აღმოაჩნდეს, რომ სულიერად განჭრეტელმა მოღვაწემ ადამიანის საიდმე წასვლა განჭრიტოს, რომ მისთვის სასარგებლო არ არის ცხოვრებისეული ეს ნაბიჯი რაღაცა გამოხატულება და უთხრას, რომ მოდი არ წახვიდე. შენ საღვთოში წევნა იქ არ გექნება, შეიძლება განსასწრელი მოდის. ეს ცალკეულ შემთხვევაში, მაგრამ რიგითი მღვდელმსახურებს ესეთი განჭრეტა შეიძლება მოგცოს ღმერთმა და შეიძლება არ მოგცოს, მაგრამ ესე მზესუმზერასავით ვარიგოთ ეს არ ხდება. კურთხევა რა არის? თუნდაც აი ნებართვისა და ასე შემდეგ აკრძალვისა. როდესაც ახალ დამწყები მოდის, ან ზოგადად ქრისტიანი, ჩვენ მას ვუხსნით, რომ აი საღვთო მადლი მოგეცემა შენ, როდესაც ღმერთთან ურთიერთობ და ლოცულობ. საღვთო მადლთან მიგიყვანს შემეცნებითი მხარე, როდესაც საღვთო სწავლებას ეუფლები. ოღონდ რა დოზით ეტაპობრივად ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დამწყები სპორტსმენი შევიდეს დარბაზში და მოინდომოს იმაზე იმდენი, თუნდაც რაც ჩამოყალიბებულმა ჩემპიონმა, ის დაღუპულია მაშინვე, ტრავმირებულია და დაცემული არის, ასევე არის სულიერ პროცესში. და ამიტომ არ ურჩევთ ხოლმე, თუნდაც ახლა მოდიან მაკურთხე პურზე და წყალზე ვიყო, არას ვეუბნები. ვეუბნები, კი ბატონო, საღვთო ნება არის, საღვთო რჩევა არის, შენ სხვათა სიყვარულში გაატარო მარხვა და ეს იტვირთო. კურთხევა ეს არის რაიმე მოქმედების დალოცვა, როდესაც მოდიან გზისთვის, სწავლისთვის,
რაიმე მოქმედებისთვის, სიკეთის კეთებისთვის, იმიტომ რომ სიკეთის კეთება, როდესაც გვინდა საფრთხო შეწევნა გვინდა, ხო? აი საიდუმლო შეიძლება მღვდელთან მივიდეს ადამიანი და ქველმოქმედებითი ხაზი უნდა გააკეთოს, ხო? კი ბატონო, მღვდელი მოისმენს და აკურთხებს მას და აუხსნის და არიგებას მისცემს, რომ რა გაითვალისწინოს, რომ თვითმაყოფილებაში არ ჩავარდეს, ხიბლში არ ჩავარდეს, ადამიანთა სათნოება, პირმოთნეობა არ გამოუვიდეს და საფრთხო ძალას უსურვებს, ანიჭებს, რომ ბოროტის თავდასხმისგან დაიცვას და მის წინაშე წინააღმდეგობის უნარი კონდეს. ასეთი გამოხატულება თორე ის რომ თქვა ეს გააკეთო, ის არ გააკეთო, ეხლა გაკურთხებ და ეხლა არ გაკურთხებ, ეს ნამდვილად არ არის ნებართვების კორიენტელი და აკრძალვათა კორიენტელი. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, ესე იგი ნინა გვწერს, რა ლოცვა უნდა წავიკითხო პირად ლოცვაში გარდაცვლილი ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ წესი არ აქვს აგებული, გარდაიცვალა გაურკვეველ სიტუაციაში. ველოდებით მეხუთე თვეა ექსპერტიზის პასუხსო. იცით რა არის, ჩვენ ვილოცვთ და ეს პასუხი შეიძლება ყოველთვის გაურკვეველი იყოს, შეიძლება ექსპერტიზაც შეცდეს. და შემდგომ დაბეჯითებითი პასუხი რაღაცა ისეთი მოვიდა, ამ შემთხვევაში მე იმის შესაბამისად ვიქცევით. კი ბატონო. ხო, ეს თქვით, რატომ გვიჭირს ჭეშმარიტ ქრისტიანებად ყოფნა ზოგიერთ მონათლულ ადამიანს, ეკავწერს. რატომ უჭირს სკოლის მოსწავლეებს კლასში, როდესაც შედიან თანაბრად ყურადღებით იყვნენ. მე არ ვუძახი თანაბრად ნიჭიერები. თანაბრად ყურადღებით იყვნენ. ეს ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული და როდესაც საუბრობთ საფრთხორწმენაზე, ხო? საფრთხორწმენის სურვილი ყველას გვაქვს, მაგრამ თანამოქმედება, აი მაცხოვარი იგასყვება, ხო? ქორწილის მზაობისთვის 10 ქალწული არის, 10-ვე ლამპრებით არიან, ანუ მზაობა სურვილი ყველას აქვს, ყველას წავს, ყველას აღიარებს, მაგრამ 5-ს აქვს. ზეთი 5-ს არ აქვს. რა არის ზეთი? საქმენი, მოსაგრეობითი ნაწილი და რო აღმოჩნდება ისინი, რომ მოსაგრეობის გარეშე მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო, უფლის სიტყვები რო არის, არა ყოველმა რომ თქვას უფალო, არამედ რომ იმას ზეციერი მამის ნება აღასრულოსო, მე ისინი ხვდებიან, მიდიან და რომ მოდიან, მე მაცხოვარი აღარ უღებს, არ გიცნობთ ვინ ხართ. მოსაგრეობითი მხარე სურვილთან აუცილებელია. ღმერთი ჩვენს ნებას პატივს სცემს. არ გვაძალებს. ერთი არ წავს, მეორე რამდენად მოქმედებ. კი ბატონო. როდესაც არ ვიცით გარდაცვლილი წინაპრები იყვნენ თუ არა მონათლულნი, ან აღსარებელნი და მაზიარებელნი, შეგვიძლია ჩავწეროთ მოსახსენებელში. რა თქმა უნდა, ხა მეცილად მათთვის ჩვენ ვლოცულობთ და წარსულში იშვიათი იყო ადამიანი მონათლული არ ყოფილიყო. ეხლა მძიმე შემთხვევის ჩამდენიც ეს ცნობა გადმოდის ხოლმე და ვიცით რომ თუ რამე ვთქვათ ვინმე თავი მოიკლა რაღაცა, ну ვიცით ეს ჩვენ წინაპარზე რაღაცა ესა თუ ის გვსმენია და ამიტომ დანარჩენი ვლოცულობთ და ეხლა მეტნაკლებად ვინ როგორი ქრისტიანი იყო ჩვენ შევხედოთ ერთი ჩვენ თავს დაუსვოთ კითხვას როგორი ქრისტიანები ვართ არ ვილოცოთ ჩვენთვის ერთმანეთისთვის კი ბატონო შეიძლება თუ არა ათეისტების მოსენიებაო ამავე თემას ეხება ეს კითხვა პირად ლოცვაში ყველაფერი შესაძლებელია ურწმუნოსთვის მორწმუნოსთვის მუსულმანისთვის წარმართისთვის და ასე შემდეგ ხოლო სიტყვა ლიტურგია ნიშნავს ქრისტეში შეკრებას ხო ვინ ვიკრიბებით ქრისტეს სახელით ხო სადაც ერთი და ორი ჩემი სახელით შეიკრიბება თუ ვიკრიბებით მათ ქრისტესადმი სასუება და რწმენა გაგვაჩნია და ვინც არ იკრიბება და თავისთავად უღმერთო არის არ გააჩნია სასუება და თავისთავად ამ მდგომარეობის გარეთ არის და წეგან ვახსენე რომ ქრისტე ძალით არავინ არ მოყავს არავის არ გნებოს მეცაც გეტყვით აი ქრისტეს ქადაგების სახე შევხედოთ ხო ქალაქებში დასახლებებში ქადაგებდა არ ქადაგებდა ის პოლემიკაში თუ შევიდოდნენ მასთან ამ დროს პასუხობდა ან რაიმე ოჯახში თუ მოხდებოდა და სიტუაციაში მცირე განმარტებას
დანარჩენი რასაკეთებდა ზღვისპირას ან მთაზე ადიოდა. აი 9 ნეტარების დროს სწავლებას რო ახდენს, გამოდის ქალაქიდან, იქ რამდენიმე დასახლება გარშემო და ვინც მას გამოყვება, მათ ესაუბრება. ამ დროს აუწყებს და არა ყველას. ანუ ვისაც სურვილი აქვს, ვინც მასთან შეიგრიბება. ზუსტად ესე არის, თუ კი ქრისტე ასე იქცევა, ჩვენ ძალით ვერ მოვახვევთ ლიტურგიულ ერთობაში ამას და არ შევთავაზებთ და არ ხდებიან ღირსი მაცხოვარი ამბობს ძაღლებს და ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყურეთ მოტრიალდებიან და თქვენც გაგთელავენ. კი ბატონო, რამდენად მიღებული იძულებით და ძალდატანებით გაკეთებული ნებისმიერი კეთილი საქმეო. ძალით არაფერი ხდება, მოდით ესე ვთქვათ, დაცემული ანგელოზის სურვილი, რომ ღვთისგან გადამოუკიდებლად ყოფილიყო, ღმერთმა მისი სურვილი ნება შეასრულა. და როგორ? მადლისგან დაშრიტა, ღვთაებრიობისგან დააცარიელა, მაგრამ პიროვნული არსებობა დაუტოვა და თვისებანი, რომელიც სულიერ ძალებს არსებებს ჰქონდათ. მაგრამ ღვთაებრიობისგან დაშრიტა, ანუ თავისუფალი ნებით იმოქმედა. ანუ ნებისმიერს უწევს თავისუფალ ნებას და ძალით ვისრას როგორ გავაკეთებინებთ, თუ ადამიანის ნება არ მონაწილეობს, თუ პერსონის ნება არ მონაწილეობს. რა ემადლია მისთვის? როგორ შევძლოთ გულსრფელი პატიებაო? სიტყვით კი შეიძლება უთხრათ გაპატიე, მაგრამ გულში ვერ გავიქროთ ეს წყენაო. ეს პატიება შეიძლება იფორულათაც კი დაგვეუფლოს. ყოველთვის უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისთვის. ღმერთო მომეცი ძალა, რომ ვაპატიო, ღმერთო მას შეუნდე და აპატიე და ორივეს მოგვიტე. ესე სისტემატურად ილოცეთ, ხშირად სახელით ახსენეთ და ეცადეთ მოძებნოთ ვინმესგან გაიგოთ როგორ სახის კარგ საქციელებს სიკეთეს ჩათის. განზრახ თუ უნებლიეთ. უნებლიეთ ეს ნიშნავს, რომ მას გულში დაფარული სიკეთისკენ მიდრეკილება არის და როდესაც განზრახ აკეთებს, ეს უკვე გამოხატული და გააზრებული მოქმედება არის. ეს დაგეხმარებათ მისდამი პატიებაში. აქვე ერთ რაღაცას ვიტყვი, ზოგჯერ ადამიანები თავისი ცვალებადი არამდგრადი მდგომარეობის გამო შეიძლება ისევ მაპროვოცირებელნი იყვნენ ჩვენში და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სუსტია და შემწყნარებლად უნდა ვიყოთ და მიმტევებლად, ანუ მისდამი აუცილებლად მიმტევებული განწყობა უნდა გქონდეს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ არც ჩვენ ვართ ძლიერნი, თუნდაც მასზე უძლიერები ვიყოთ და რაღაცა დროს სანამ შინაგანად გავმტკიცდებით დისტანცია დავიცოთ, არა გაბუტვით. არამედ ის, რომ ჩვენში მეტი პროვოცირება არ მოხდეს, თუნდაც მისგან უნებლიეთ გამოხატული. კი ბატონო. ვიცით, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, მაგრამ როდესაც ადამიანი ტრაგიკული შემთხვევით გარდაიცვლება, მაგალითად მანქანა დაეჯახა, თავში აგური დაეცა და ასე შემდეგ. ესეც ღვთის ნებაა თუ შემთხვევითობა ან იმ ადამიანის გაუფრთხილებლობაო? ყველაფერი ღვთისნება არ არის, არსებობს უამრავი ნება, ეს ღვთისა, მეორე ჩვენი საერთო ნაცნობისა და რამდენი ადამიანის და ანგელოზიც არსებობს, ანუ არჩევანი მათზე არის, თითოეულ ჩვენგანზე არის. საღვთო არის ყოველი ჩვენგანის ცხონება და ამას მოქმედებაში აღასრულებს, ხოლო დანარჩენთა მიერ გამოხატული ნებათა მოქმედება და ჯაჭვი ქმნის დადებით და უარყოფით შედეგებს. თუმცა საღვთო მოქმედება ჩაერევა ხოლმე და მთლად ბოლომდე არ მიუშვებს და საღვთო განგება ზოგჯერ რაღაცას დაუშვებს, რაღაცას არ დაუშვებს ხოლმე და ჩაშლის. ასე რომ ღმერთს უნდა ვუბრალოთ ყველაფერს, ჩვენ რომ ცოდვა გამოიწიეთ და კაცობრიობაში, კაცობრიობის დაცემის შედეგად სამყაროში ცვლილება შემოვიდა და დომადობა, ვისი ბრალია ღმერთის თუ პირველი ადამიანების. შედეგობრიობა ხრწნადობის და სიკვდილის შემოსვლისა, შედეგობრიობა დღეს, როდესაც ცნეულება არის და ადამიანებში ბოროტება მზარდი გახდა და ერთმანეთს ვანადგურებთ, ვისი ბრალია ნება ისევ თითოეული ჩვენგანი. საერთოდ რომ ღმერთს უაბრალებთ, ღმერთი პირიქით ცდილობს ამ ყოველებს განეიტრალებისა და უპირველესი და უმწვერვალესი გამოხატულება იყო თავად ქრისტეს მოსვლა, რომელმაც ჩვენი უსჯულო საქმეების საპირისპირო სულა
მოქმედება გვასწავლა შემოგვთავაზა, რომელთაც არჩევანი გვაქვს, რომ ჩვენც მისი ნების მოქმედი აღსრულებელნი ვიყოთ და ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ და მის ქმნილ სამყაროს. კეთილი, ხათუნა გვწერს, ღვთის მადლი რომ არ დაგცილდეს, შენს ნებაზეა თუ უფლის ნებაზეა? ბოდიში. ღვთის მადლი რომ არ განგეშოროსო, ანუ შენზეა დამოკიდებული თუ უფლის ნებაზეა? ჩვენი მოქმედებით საღვთო მადლის მოგვიწევა ღვთისაგან. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ზუსტად ეს ნებაზე არ დამოკიდებული, როდესაც უშუალოდ ვიქნებით, ღმერთი ერთგვარად ამ მფარველობის საბანს აგვაცილებს, როგორც პირველ ქმნილ ადამიანებს, ედემის გარეთ განდევნის, რომ სხვაობა ეგრძნოთ, ასევე ზოგჯერ უფალი დაუშვებს, რომ ჩვენ სხვაობა დავინახოთ და კვლავ წყურვილი გქონდეს ღვთის, არა იმიტომ რომ გაბრაზდა და წაგვართვა, არამედ ვიგრძნოთ, რომ თუ კი ჩვენ ღვთის თანამდებად არ ვივდივართ, ღვთის გარეშე ყოფობის შედეგი და გამოხატულება რა არის და აი ამ დროს აგვაცილებს ხოლმე მადლს, რომ ეს ასე ვთქვათ, საბანს რო გადაგვხვდიან, შეგვცვლიდება, ხო? მივხვდებით გარემო რა არის მიზეზი საბნის და ისევ ვიფარებთ. აქაც ესე არის, ხო? შევაფასებთ გარემოებას და მე ისევ ღმერთისგან მივალდებით. კი ბატონო, რა სიხშირით უნდა ეზიარებოდეს ადამიანი და აუცილებელია თუ არა ყოველ კვირას ზიარებაო? ზოგი მოძღვარი ამბობს, რომ არ უნდა ეზიაროთ ყოველ კვირასო. თუ ჩვენ ყოველ კვირას წვეულებაზე ტრადიცია გვაქვს, თქვათ ესეთ სოფელში, თემში, სათემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი კვირა დღე რაღაცა ტრადიცია ზეიმია და გვიწვევენ. ნუ მივდივართ. მაგრამ იქ საზეიმო გამოხატულება, რომელიც თითოეულ ადამიანს ეძღვნება და ამ დროს ჩვენთვის დახარჯულ შრომას ჩვენ უარს ვეუბნებით. დაახლოებით ამის ტოლფასია. მოდით ესე ვიტყვი, ცოტა მოკლედ ყველა მღვდელსახურს თუნდაც ამეთი პასუხს. ყველა მღვდელსახურის მაკურთხეველი დღეს საქართველოში პირდაპირ თუ თქვათ გადაცემითი გზით არის პატრიარქი. კი ბატონო. და როდესაც მსგავსი კითხვა უთხრეს, პატრიარქმა თქვა, ღირსი ვინ არის? არავინ. არც ერთი არა ვარ ღირსი, უბრალოდ ჩვენ ვალდებული ვარ რომ ზაობა გქონდეს და რამდენჯერაც ლიტურგიაზე დასწრების საშუალება გვაქვს, იმდენჯერ უნდა ვეცადოთ, ვიბრძოლოთ, რომ ვეზიაროთ. კი ბატონო. ვინ სიტყვის ღირსი ვარო, ის უნდა არ ეზიაროს. აი, როცა კი ჩავთვლი, რომ აი მე მგონი ახლა იმდენი ვილოცე, იმდენი მეტანია გავაკეთე, იმდენი აღსარება, იმდენი დავიხარჯე, რომ მეგონი ღირსი გავხდი, ზუსტად იქ დავშორდეთ ღმერთს. კი ბატონო. დიდი მადლობა მამა ლევან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მადლობა უფალს. ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდა წნეთ ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ერთმანეთს აგლოცოთ და გაგაძლიეროთ.